ომარ ხაიამი დიდი სპარსი პოეტი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსია. Visi ცხოვრებაც მკვლევართა ვარაუდითა თუ მტკიცებით 1048-1131 წლებშია მოქცეული. მისი რობაიები მსოფლიო მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიცნო. მაშინ როცა ხორხე ლუის ბორხესის სიტყვებით რომ ვთქვათ, ედვარდ ფიცჯერალდის პიროვნებაში ომარ ხაიამის სული ჩასახლდა. სწორედ მან თარგმნა ინგლისურ ენაზე ომარ ხაიამის რობაიები და 1859 წელს გამოსცა კიდეც. საბედნიეროდ ომარ ხაიამის სული მოგვიანებით არაერთ ქართველში ჩასახლდა. განსაკუთრებული ძალით კი ვახუშტი კოტეტიშვილის პიროვნებაში. შეიძლება ითქვას, რომ მისმა თარგმანებმა ომარ ხაიამის რობაიები ისევე აქცია დიდი ქართული ლიტერატურის კუთვნილებად, როგორც თამარ ერისთავმა რობერტ ბერნსის, გრიგოლ აბაშიძემ კი შანდორ პეტეფის ლირიკა. ომარ ხაიამი რადგან რაიმე ქარის გარდა არ არსებულა, რადგან ყოველი დაქცეულა არ არსებულა, არასებული არსებულად უნდა ჩათვალო. არსებული კი მიიჩნიო არარსებულად. მარადისობას ვერ შევიცნობთ მძიმე წიგნებით. ვერ გავიხარებთ ამოუხსნელ გზად ამიგნებით. ჩვენ მარტოოდენ ფარდის მიღმა უსჯელობთ და ვდაობთ დაოდეს ფარდა იხსნება აღარ ვიქნებით. რობაი 4 სტრიქონებია. არაბულად სწორედ ამას ნიშნავს და გრძელად თქმის საშიშროებას ისედაც გამოიწვევს. თავარია რომ ამ 4 სტრიქონში ღირებული სათქმელი, ჭკვიანური აზრი ჩადო და ჩაადიო. ამას კი ვერ შეძლებ თუ ფიქრში ჩაღრმავებული არ ახარ და ზურგს სათანადო განსწავლულობაც არ მიმაგრებს. ელგუჯა მარღია სწორედ ამ თვისებებით გამორჩეული პოეტია. ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი. მეც შენი ერთი შეგირდი ვარ და მეგობარი. თავარი არის სიტყვითა და ლექსითი ცოცხალი და ცრემლიანი დაილიოს შესანდობარი. არ იწუწუნო არასოდეს. შენი ცოდვები მოინანიე, მოიშორე გულზე ლოდები. ამ ქვეყანაზე ცოცხალი რომ დაიარები დააფასე და სხვა სიმდიდრეს ნუელოდები. თუმცა ბევრია საფიქრალი და საწუხარი. მაინც გახსოვდეს და ყოველდღე შესთავს უთხარი. თავარი არის სიყვარული აღარ ჩაგვიქრეს და სამუდამოდ გიზგიზებდეს გულის ბუხარი. ქვეყნად ვინ არის ორაკული, როგორც პითია. იბრძვი იმედის ჩირაღდანი თუ გიგინთია. სად გისაფრდება მინოტავრი არავინ იცის, რადგან ცხოვრება ერთი დიდი ლაბირინთია. გზასაცდენილი მორბენალი ნახეთ ჩვენ ბევრი. პრეზიდენტებმა დაგვახურეს თავზე ყავარი და იმახსოვრე. გზასაცდენილ მარათონელზე უფრო სწრაფია ხეიბარი, სწორად მავალი.
ყველანაირი წვიმა მიყვარს, თავს ხმა და თქორი, ელგმა, მერეხი, როცა თქეში მოიცავს შორი, სხვა ჟუჟუნა, ჟინჟლი წვიმა, წელკი, შხაპუნა, კუკის პირულის მენატრება ხანდახან ფონი. ამჯერად უფრო მაფიქრებს და ნაკლებად მიყვარს. სულით ბრმა ვეღარ დაინახავს ნამდვილ სიკეთეს, ვინც სათნოებას თესავს, ხშირად სიძულვილს იკის. მოვიხმეთ დიდი სერვანტესი, რადგანაც ფრიანი, მომწონს ის, რასაც ქვემოთ ვიტყვი, სიბრძნე რომ ქვია. დაუფიქრებლად ისაუბრო ეს იმას ნიშნავს, დაუმიზნებლად გაისროლოს ჩუბინმა ტყვია. ღვინის მდინარე, ფერიები, დალხინის ტახტი. მითხრეს გელისო სამოთხეში თუ ღირსი გახდი. ამივსე თასი წმინდა ღვინით და მომაწოდე. 1000 ნისიას მირჩევნია. ეს ერთი ნაღდი. მოდი, ლამაზო დაივიწყე ცნება ალაჰის. შენი სიტუვით ამ ჩვენს დარდთა ბჭე გადალახე. მოდი, მოგვართვი ღვინის ერთი ხელა და ხელა, ვიდრე ხელა და შეუქმნია. ჩვენი ტალახი. ცის დაწინდული სიყვარულის მღერის არიას წვიმით გალუპულს ეურჩება ქარიც ძალიან. გრასერჩი ხარო ჩემი ეზოს ლამაზ დედოფალს. ეს ალუბალი მზის რჩეული პატარძალია. რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი ომარ ხაიამის საქართველოში ასე გულით რომ მიიღეს და შეიყვარეს. ვახუშტი კოტეტიშვილისა და სხვათა თარგმანებში ქართველმა კაცმა არაერთი თავისი თვისებაც დაინახა. ცხადია არც ის არის გასაკვირი ანა კალანდაძემ ომარ ხაიამს დიდებული ლექსი რომ უძღვნა. ქართველობამ ეს ლექსიც გამორჩეულად შეიყვარა. თუ დავიხჩვები, ღვინომ დამახჩოს, გავდე ყაყაჩოს სათის ხალიანს, ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო, ომარ ხაია. გული, თელილი ბედის ფლოქვები, მოკვდა, დადუმდა დიდი ხანი, სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით, ომარ ხაია. სურები შექმნეს შენი ტალახით, ღვინო მოულხენთ ყელმოხატულებს, შენი სუნთქვა ლურჯი ბალახი, ფეხს რომ უყოცდით ლამაზ ხათულებს. გულზე გაყრიან ღვინოს ლოთებით, ხებს შეარხევს ქარი ამყი, ხებით სვამენ ღვინოს ფოთლები და თვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან. ლოყა წითელი ვარდის ყვავილი, ხიზლობს, ჩურჩულებს როგორც მისა, ვართ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებ რტიროდა თურმე ნიზამი. ეს სურა შექმნეს შენი ტალახით. ქართულ მარანში დანახანია ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით და რახანია ამ სურით სვამეთ ღვინოს ლოცები ომარ ხაია. როდესაც მიყვარს ვეღარ ახსნი რა გიმართება. გულში შემოდის გაზაფხული როგორც ნათება. ხოჩი ვარდები დავკრიფე და ვიჩქარი შენსკენ. თითქოს და პირველ პაემაზე მაგვიანდება. სივარაიდა ოდოია ჩელა ჩაგუნა რაც ჩვენს ხსოვნაში ხმის გვირისტი დამოხარგულა იქნებ გულით ვერ მოგეფერეთ გულიც გადგინეთ იქნება გრძნობდის სამშობლოსგან თავს დაჩაგულა დაატკბობს სმენას ხმა უკვდავი მავშალიასი რასაც ვერ ასწრებს მოშურნეთ ავიდნიასი. ზეცას ესტრაფის ხანდაკებად მძლავრი ტენორი, როგორც ქმნილება როდენისა და ფიდიასი. მზის ხივს ჩამოტყდი ანგელოზო იქეცმა ნათობად. დაგვაგრძნობინეს სილამაზის მადლით დათრობა. ღვთიურ მშვენებას ვერ შებღალავს სიზღი, ტალახი, როგორც სიმართლეს ვერ დაჩრდილავს უსამართლობა. უკვდავთა ბაღის ბინადარო, ვითარცა ფანტომს დათვალიერებთ, საქართველოს უყვარხართ, გნადრობთ. ერის საგანძურს აცისყრონებს თქვენი სახელი, როგორც ბრინჯაოს საუშლელი ღიმილი, სანდო. ითმენდა ხმაურს და ცხოვრობდა თითქოს და ჩუმად. მამულიშვილთა მიჰყვებოდა გზასა და გუმანს. ერის მხურვალე უპირველეს გულშემატკივარს. ბუნებრივია რომ უთუნა, ტკივანა გულმა. ბრძოლის გარეშე ამ ცხოვრებას რაღა ფასი აქვს. ერთიანობით ჩვენ მოვიგებთ დიდ გორს, ბასიანს. მამულიშვილნო ზარებს რეკავს მერაბ კოსტავა. ვინც საქართველოს ზეციური ჯარისკაცია. დუმს კლასიკოსი წვით და დაგვით და ნაადვილად ქმნიდა შედევრებს წუთი სოფლის კადრიც ჩავლილა.
თუმცა მაღალი იყო დღემდეც ეს პანთეონი, ამიერიდან თაწმინდა მწვანე ყვავილაც. დროულ მობელი მსაჯულია, თუმც ისტორიას პანთეონების სირცხვილით სწავს, ასე მგონია, ერს ერობა და ბერს ბერობა როცა ამშვენებს, მაშინ თაწმინდა ჩვენთვის მართლაც პართენონია. ღირსება როცა იხრიდება, ყველსა და ჯალათს მწერალი თავის უკვდავებას აფარებს ხარად. სიმართლისათვის შეძირულებს განაჰკლავს ტყვია, ეპოქის სირცხვილს ისტორია ინახავს მარად. სულ გაუტეხეთ, ვის ახარებს წუთი სოფელი? მიყვარს პორტფელი, ბრძენ კაცისგან განუყოფელი. ერის ღირსების მეაბჯრე და მტკიცე ჯავშანი. ძველი სამშობლოს უკვდავებით სავსე პორტფელი. აღარც სახლია მშობლიური და აღარც ეზო. არც საფერავის სუნი გვათრობს ნაცნობი ეგზო. ამ ქვეყნის სარკე მშობლიური თქვენი ხაშმია. რა გითხრათ და რით გაგახაროთ ბატონო რეზო? ვერ წაშლი წარსულს, ვერც მონობის ჭურში ჩაგვალბო. ტერო რა უნდა გეკამათო, გელაპარაკო. უფლის ნაბოძებს დააბრუნებს ისევ უფალი, როგორც მდინარე უბრუნდება ძირძველ კალაპოტს. სანამდე რწმენის დედოზარი დაიგუგუნებს და რკინის კვერთხი მიმოლეწავს სულის უყუნეს. მუხრან ბატონო, გაგვიმრავლდა კვერცხი გუგულის, მერცხლების ბუდეს დარჩენიათ უკვე გუგულებს. 124 თუნც გასულა მგოსანო წელი, შენახარ ჩვენთვის ბაირონიც, ბოდლერიც, შელიც, ჩემს სახელს თუ კი გადაფარავს ჟამთაცვლის მტვერი, დავიწყებიდან ამოიყვას სახელი შენი. შვილოცლას დაიხსენი ტანჯვის მარწუხებს. იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ. მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარდგებით, იქ სამსჯავროზე შენს მაგივრად მე ვუპასუხებ. ჩვენთვის ჯვარცმულო მაცხოვა რამდენი წელი უნდა გვითმინო დაგვიმძიმდა ცოდვებით ძველი, ჩანს ყველაფერი გოლგოთიდან ხელის გულივით და ეს სამყაროც დაცემული განაჩენსელი. მტერსაც ეს უნდა დაგშალოს და კლავი ბატონოს, როგორც ჩვევია უსაფუძვლოდ გტანჯოს, დაგტოროს. უფალო შენ ხარ ერთადერთი ჩვენი ბატონი, დაგევედრებით ლაბირინთში არ მიგვატონო. გაბრწყინდა დილა, დაუბრუნდა სიცოცხლეს აზრი. ვიგრძენი უფლის ანგელოზი მხარზე რომ მაზის. მეტი რა უნდა ადამიანს სიხარულისთვის, ჭიკჭიკებს ჩიტი, მზე ჩახჩახებს, ყვავილობს ვაზი. განგებამასე ისულა და მიბოძანება, რომ ირში გითხრა სათქმელი და შენ სიგრძნო
ოცნოშვება. სამშობლოს თავთან ურასოდეს გააიგება. მოკვდავი მიდის, სამშობლო კი მარადის რჩება. ჯერა ჩვენი ხსნა მხოლოდ ჩვენში, მხოლოდ დროშია. რომ აღარ ვიყოთ ვინმეს მონა, ვინმეს გოშია. თუ არ იპოვა დაკარგული ერმა იდეა, ივლის უმიზნოთ, არსებობაც მისი გროშია. რაც უნდა ხლავთო, ვერ შეღობა უწერო მართულით. რაიც ჩვენია და ოდითგან არის ქართული. სამაჩაბლო და აფხაზეთი, სხვაც არაერთი, სადაც წარსული განისწრებს, უნგავპატა. იცნობა ნავდი მეციხოვნე და ფარღალიდი. როგორც ქურაში გამომწვარი მტკიცე კრამიდი. ჩვენთვის შენახარ სალოცავი დიდი სამშობლო, რომ ვერ აწონის დედამიწის თვალმარგალით. ვერ შევიცანი, თუმცა ფუთი ვჭამე მარილი. ჩემი ქვეყანა დაფერილი მთვარი სარილით დგას და არ იცის საით წავიდეს. სხვისი წყალობის მომლოდინე ხეიბარი. ძიმეხვედრია პოეტისთვის სული თობლობა, ძიმე სასჯელი, ნოსტალგია, უსამშობლობა. რაღაც ვიქადის სამშობლოსგან გაუცხოვება, ოიკოფობია. ეს ვერაგი ავადმყოფია. არ გვინატრია სხვა სამოთხე და სხვა ედები. წინაპრები ჩვენ სამშობლოს შევაბერდებით. ვინც აყურადებს მართლაც სისხლით გაყოფილ მიწას, ესმის გოდება უძველესი გუთნის დედების. მოიწევს ჯაკო თავხედი და გაუმაძღარი. მისი გონია მიწა, წყალი, ქვეყნის საზღვარი. ხევის თავივით უმწეონი თუ კი ვიქნებით, ვინღამ დაიცვას ნეტა მარგო, მართლაც საწყალი. ანდაზა ამბობს, რომ ქვევრივით ყოფილა ხალხი. რასაც ჩასძახება მოგძახებს, ამოსდება აღვირს. სურს ვიყოთ ერი მებრძოლი და თავისუფალი. მორჩილი ხალხი ფარას აბგავს, მაგონებს ნახირს. მაინც რომელი იყო ჩვენში ბრძენი მთავარი? სიტყვით ქებული, მამაცი და საქმე მრავალი. ან სახელმწიფოს ერთგულებას ვინ დაიკვეხნის? რაც არის ჩვენი გადარჩენა, გამოსავალი. თვალყურს ვადევნებ ხალხის ჩივილს დამათბორიებს. რაღაც კეთდება, თუმცა ყველაფერს ცუდი ფონი აქვს. გვიქადაგებენ სახელმწიფო ავაშენეთ. ხელში კი შეგრჩა სახელმწიფოს ბუტაფორი. მოსძალებია საქართველოს თალხი ფერები. უბეშიც ლაღაც სისინებენ ჭრელი გველები. ვინ მოგვერება, სანამ სული ცოცხლობს სიკორთის, წირქოლ ნიქოზის, ღვთისმშობელი გვიცავს ერების. ვინ დაგვიმონებს? ქედუხრელი გვიმზერს ბელოთი. ავნევ ცხავატი. გერი ცოცხლობს საქართველოთი. აჩაბეთით და ყანჩაეთით, ცხინვალ ხეითით. ტერო, არ როდეს მოგიკვდები, რასაც ელოდი. ხან თუ ხალისი მეკარგება, ვამბობ ხან შვებით. მომავალშია საქართველოს ხსნა და საშვი. მავსებს იმედით,
ღიარული ჟილუხივილი ტყიდან მოისმის შეძახილი ლაღი ბავშვის ლექსებს ქსოვს როგორც თუშის ქალი ლამას ფარდაგებს ამუჟამოჟამს ხანმეტებით მოაბადაგებს ისე ღუღუნებს გულში უზის ასიქედან რასაც უფალი ჩაშჩურჩულებს ლექსად გადაგებს გარზე მოგოდեք მაგზენდება წელუ ახალ ბრძენილია რა გითხრათ და რით გაგახაროთ მახალო ღმერთო დაიფარე ჩვენი სამშობლო ვისთვის პატარა მაგრამ ჩვენთვის მთელი სამყარო აუცე ცხენდე მომნუსხველი ცეკვა ქართული ქალვაშის ძველი სახიობა ანდამატი შეგთხო უფალო მთელი ერი მალე მანახე როგორც ეს წვი ამახლა და წელგამართო შემოდგომის მკვდარი ფთოსნე ხეს მივაჩერდი გაყვითლებულს თვრალი ოცნებით ნუ დარდო ხეო თუმც ჩემსავით გაჭაღარავდი მე რა ვქნა თორემ შენ ო ცვანე შეიმოსე ქარავანივით იზლაზდება ღრუბლების შორით უვლის ირავს მიწას ზვერავს შორიდან ქორი მზე შემოდგომის ასხივებს და ფეთქავს ძალუმად ცის სილურჯისგან ოქროსფერი იღვრება თქორი სანამ აქალად ჩვენში უნდა ვპოვოთ ედები გულში სიკეთის ღუღუნებდნენ მუდამ მტრედები ბოლოს მიწაში უფლისაგან დათესილები უფალმა იცის ცაში როგორ აღმოცენდებით ქვეყნად ბევრი საცდურია სამუდამო ცოდვის მახი სიყვარული არ დაკარგო ღვთისგან ქმნილი იერსახე რადგან ადამიანი ხარ ხორ შესხმული ქრისტეს ხატი იწამე და გადარჩენის გზასაც ღმერთი დაგანახებს თითქოს გვიღიმის უჩვეულოდ ყვავილობს შინდი თან მაღალ ჭერამს ვარდისფერად ასკდება კვირტი იღვიძებს ტყეში გაზაფხული ჩუმად და ნელა მზე შევხარი და მავიწყდება ცხოვრების ტვირთი ამ ჩვენს ცხოვრებას უხილავი ხელი წარმართებს ქათმის სიბრმავე უღმერთობამ მრავალს დამართა მართალ სამართალს გვიქადაგებს ბრძენი სოლონი მაგრამ უფალი თუ აღადგენს ქვეყნას სამართალს გავობით სიბრძნეს ვერ ვპოულობთ ჩვენ აკადემიას რადგან დავკარგეთ ის რაც უფლის დიდი მადლია მაინც სად არის სრულყოფილი ბედნიერება როცა სიცოცხლე წუთია და მხოლოდ კადრი ვერ გაახარე ვერცნაირად ბაღში ყველაფრის რაც უნდა იყო განთქმული და ბრძენი მებაღი ყველა სიკეთის გასაღები არის მოთმენა ბედნიერების კარსაც მხოლოდ ასე შეაღება
სახელმწიფოს დაფრთიანება სანამ ვიყოფით ჩვენიანებ მათიანებად. რადგან გარედან ამოძრავებთ ინტერესები, შიგნიდან უნდა ქვეყანას გამთლიანება. უკვე არ ვიცი მაინც ვისი უნდა ვირწმუნო. არ მსურს იმედიც ბოლომდე რომ გადავიწურო. საძებარია რა მომწონდეს ამ ქვეყანაზე, მაგრამ არ უნდა ძებნა იმას, რა დავიწურო. ომარ ხაიამი ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს ბაგე გადავიბადაგე დღეგრძელობას ვეძიებდი ჟამთას რბოლით დავიდაგე დოქმა მითხრა საიდუმლოდ მომაგებე ბაგეს ბაგე განა ქვეყნად კიდევ მოხვა დალიო რას ქადაგე თუ ომარ ხაიამის სურაში ღვინოას ღია ელგუჯა მარღიას დოქში ჩიტისის მითხარი დოქში რა გინდოდა პატარა ჩიტი აქ ნახე ბუდეგი პოვნია ნანატრის სითბოც იქნებ სული ხარ გულავალი ძველი მეთუნის ვინც თიხის მადლი უყდავ და თიხაა თვითონ ხვედრად გერგო ტანჯვის გზა ახლაც გიდგას ძიმედრო ჯავშანივით რაც გიცავს რწმენას უნდა მიხედო მოვალს ჟამი ნეტარი გაიღვიძებს ლაზარე სხვა სასწაულს ვიხილავთ ღვთისმშობლისა წინხვედრო მორჩამ კითხულო გაგაცანის სამჯერ ასართი ჩემი რობარი გულის სისხლით ნაწერ ნაზარდი ვინმე დაგიშლის პირუთნელი იყო მსაჯული აგერ გავალთი თუ დაგჭირდა ნახე ასანთიც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ფაქტობრივად დღეს დაიბადა, მე ასე ვთვლი, პოეზიის თეატრი, რომელზეც ოცნებობდა გალაქტიონი და ეს იდეა გააცოცხლა როსტომ ჩხეიძე. მე ცოტა ფრთხილად მოვეკიდე თავიდან ამას და ეჭვით სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რამდენად შეიძლება გამოსულიყო ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც შემდეგ იქცეოდა თუნდაც ლიტერატურულ სპექტაკლად. მაგრამ გაამართლა როსტომის იდეამ, ისიც უდავოა, რომ რეჟისორმა მოახერხა ეს ყველაფერი ექცია ნამდვილ სპექტაკლად. იქ რეჟისორული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო, ბევრი რამ არის საინტერესო მოფიქრებული. მსახიობები ბრწყინვალედ არამხოლოდ კითხულობენ, თამაშობენ. აი ამიტომ არის ეს სტოვებს სპექტაკლის თაბეშლებას და არა უბრალოდ ლიტერატურული თეატრის ან ლიტერატურული კომპოზიციის მუსიკალური
გაფორმება სპექტაკლის ძალიან საინტერესოა და სანახაობრივად არის საინტერესო. რაც შეეხება თვითონ შინაარსობრივ მხარეს რობაიების, მე ეს დაწერილიც მაქვს და ამას ყოველთვის გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ელგუჯა მარღიამ შექმნა ქართული რობაი. ელგუჯა მარღიამ მოახერხა ძველ ტიკში ახალი ღვინო ჩაესხა. მან მოახერხა რობაით, აი ამ 4 სტრიქონით გამოეხატა, 4 სტრიქონედებით გამოეხატა ჩვენი სამშობლოს ყველა სატკივარი, რაც კი აწუხებს დღეს ქართველ კაცს, ყველა სატკივარი და ეს გამოჩნდა ამ სპექტაკლში. რობაით განებივრებული ქართული მწერლობა ნაკლებად არის. აქედან გამომდინარე, როდესაც არსებობს თანამედროვე მწერალი, პოეტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მაგალითად უას თუ ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანებმა რაღაცით პოპულარიზება გააკეთა ამ ჟანრის, მაგრამ ის რომ ქართველი ყავს, რომელიც აი რობაებს წერს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უფრო, როდესაც შიგნით დევს პატრიოტული თემა ძალიან აქტიურად და 100 წლის თავია დამოუკიდებლობის, რატომაც არა. მე ვთხოვე ბატონ სოსოს, რომ გაკეთებულიყო ინსცენირება, მე მერჩია რომ ლიტერატურს გაეკეთებინა ეს და მე მგონი არჩევანში არ შევცდით და დანარჩენი ხა მსახიობებს რაც შეეხება და ძალიან დიდი სიყვარულით იმუშავეს და მეც რომ მქონოდა ის განცდა, თანაგანცდა, მე აღარ ვარტისტობ, ასე ვთქვათ, მაგრამ ის ჩანაწერი ლექსებისა სულ ყველა ჩემია, იმიტომ რომ რაღაცით მეც მინდოდა არა როგორც რეჟისორი, არამედ როგორც მკითხველი შევსულიყავი ამ კონფიგურაციაში. მე მაქვს იმედი იმისა და მაშინ ვიტყვი რომ პროექტმა გაამართლა, თუ გაინტერესება იქნება სკოლების და უკვე სექტემბრიდან ჩვენ ამას ჩავსვამთ რეპერტუარში როგორც ლიტერატურულ წარმოდგენას. ასეთი ჰარმონიის შემსწრე იშვიათად ხდები ადამიანი. ელგუჯა მარღიას რობაიები არის შესანიშნავი, იოსებ ჭუმბურიძის ინსცენირება შესანიშნავი, რომელიც დააგვირგვინა შესანიშნავმა რეჟისორულმა განხორციელებამ დიმიტრი ღვთისიაშვილმა მოარგო ძალიან კარგად. არა მარტო ფონია და თითოეული დეტალი და ნიუანსი, ის მთლიანობა ასე აიგო და წარმოდგა შესანიშნავი სპექტაკლი, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო მნიშვნელობა და ესთეტიკური მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამას ჩვენი ახალგაზრდობისათვის. აქ რომ მოვლენ და ეზიარებიან, რას ნიშნავს სილამაზე ლექსისა, რას ნიშნავს სიბრძნე, გამოხვეული ეს ყველაფერი 4 სტრიქონში და წარსულსაც გაიხსენებენ და მომავლისკენაც გაიხედებიან. ძალიან პატრიოტული სულისკვეთებით არის ახსილი. გარეგნულად ეს არ ჩანს, მაგრამ შინაგანად პატრიოტიზმით არის ახსილი და ძალიან კარგად ჩანს ერთი რამ, როცა არის ადამიანი თავისი ერის შვილი, ადვილად ელაპარაკება სხვა ერებს. სპარსელი ომარ ხაიამი, ქართველი ელგუჯა მარღია და რამდენი საერთო აღმოაჩნდათ. იმიტომ რომ ის ნამდვილი სპარსელი იყო, ეს ნამდვილი ქართველია და საკაცობრიო მნიშვნელობა ძალიან კარგად იკვეთება რობაისაც და საერთოდ ლექსისაც და ძალიან დიდი მისია ეკისრება დღევანდელ დათქმას. გარდა იმისა, რომ მოიწონონ და აღტაცებული დაჭრეს, თქვათ, მაყურებელი ეს არ აკმარა. უნდა შევქმნას მყარი ფუნდამენტი პოეზიის თეატრს. რა არის პოეზიის თეატრი? ეს არის იდეა გალაქტიონ ტაბიძისა. გალაქტიონს არაერთი ოცნება ჰქონდა, რომელიც ზოგი განხორციელდა, ზოგი ვერა და რაც ხორციელდება ძალიან კარგია ქართული კულტურისთვის და ღმერთმა ქნას რომ ეს განხორციელდეს და გალაქტიონის სახელობის პოეზიის თეატრად ჩამოყალიბდეს ის, რაც დღეს აქ ვიხილეთ. ელგუჯა მარღია არის აი მართლა წარმოუდგენელი ავტორი, რობაის ნამდვილია საქართველოში მე ვიცი და მითბობდა გულს ვახუშტი კოტეტიშვილის ხსენება გაუთავებლად. კი არა, რამდენჯერმე, მაგრამ ზუსტად თავის ადგილას, როცა ახსენებდნენ ბატონ ვახუშტის როგორც ხაიამის მთარგმნელს, ყველაზე შთამბეჭდავი ჩემს კიდე იყო, რომ აი ის რობაები, რომელიც ცალ-ცალკე ვიცოდი და ყველა ვიცოდი, აღმოჩნდა როგორ დაალაგა სცენარის ავტორმა, როგორ შეხედა რეჟისორმა. იცით, აი წარმოუდგენლად ბედნიერი ხომ მივდივარ და თან იმდენი სიახლე იყო ქართულ ნამდვილ პოეზიასთან შეხების აი ამ სპექტაკლით, რომ ეს არასდროს არ დამავიწყდა.
ყველაზე გრძნობი არ იყო ეს სურათები რომ გადიოდა ადამიანების ვინც შექმნა ქვეყანა ვინც ჩვენთვის სათაყვანოა ვინც ამ ერისთვის არის მაგალითი აი ამაზე რომ გადიოდა რობაები აი მახრჩობდა ცრემლები და ვიყავი ბედნიერი რომ აი ეგეთი დღე გათენდა დღეს გახარებული ვარ რომ საქართველო ცოცხალია საქართველო ცოცხალია იმიტომ რომ ასეთი სპექტაკლი აი ამ დროში და ეს ძირითადად ახალ მოზარდებისთვის არის განკუთვნილი ეს არის არაჩვეულებრივი რამ ეს არის დიდი შრომა გაწეული რეჟისორების თვითონ ბატონი ელგუჯა მარღიას მიერ ყველა ადამიანები რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ მადლობის ღირსნი არიან იმიტომ რომ ეს არის 19 ტერფამდე ქართული მე მინდა მხოლოდ ესე იგი მადლობა უთხრათ ასეთი შესანიშნავი სპექტაკლისათვის და მე დარწმუნებული ვარ რომ მას დიდი წარმატება ექნება. ეს იყო კარგი პრემიერა, რადგან თავად ეს ფორმა რობაია, რომელიც არის 4 სტროფში ჩატეული თანამედროვე ენით რო ვთქვათ, ძირითადი მესიჯები, რომელშიც არის მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია და თანაც ძალიან სხარტად ნათქვამი, აკლია არა მხოლოდ ჩვენს თეატრს, არამედ ჩვენს პოლიტიკასაც და პოლიტიკურ სპექტრს, ასე ლაკონურად ნათქვამი სწორი და კარგი აზრები და ეს სპექტაკლი იყო სწორედ სიტყვის სპექტაკლი. ესეც აკლია დღევანდელ ქართულ სპექტაკლებს, რომელიც უფრო მოქმედებაზეა გადასული და ასე 45 წუთის განმავლობაში სიტყვას უსმენდე იშვიათია. თუ არა და აქ იყო ისეთი სიტყვები, რომელსაც არა მხოლოდ უსმენ, არამედ იმახსოვრებ და სხვაგან, სხვა დროს ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება. ასე რომ მე ვულოცავ ავტორს, რეჟისორს, მსახიობებს ამ ძალიან სასარგებლო სპექტაკლს და ვისურვებდი, რომ ეს დარბაზი და შემდეგ უფრო დიდი დარბაზები ახალგაზრდობით იყოს სავსე. საინტერესო იყო ამ ჟანრში და ამ სტილში მუშაობა. ჩემ დასამარცხინოდ უნდა ითქვას, რომ მე არ ვიცნობდი ბატონი ელგუჯას შემოქმედებას და მართლაც ძალიან საინტერესო რობაიები აქვს ამ ადამიანს და ბედნიერი ვარ, რომ აი ასეთი დებიუტი შედგა ჩემი რობაიების კითხვის, მე აქამდე რობაი არ წამიკითხავს არასოდეს. რა ვიცი, მართლა აი როგორ თქვა, სასიამოვნო, რა თქმა უნდა, იყო ყოველთვის სასიამოვნოა რაღაც სიახლეზე მუშაობა მსახიობისთვის, ხო? და მით უმეტეს, როდესაც ასეთ შემოქმედებას ეხები. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ მაგალითად რობაის ქალბატონ ეთერ თათარაიძეს რომ მიუძღვნა. და ის ყველას, მოკლედ ეთნერი პასუხისმგებლობის ვიკიდებ, მაგრამ ამას რაღაც განსაკუთრებულად გამოვყოფ. არ შეიძლება, იმიტომ რომ ქალს მიუძღვნა და მეც რაღაცა მომწონსა და რაღაცა სითბოს ვხედავ ამაში. ეს პრემიერაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო და ძალიან ვღელავდით. რო გენახათ რა ხდებოდა კულისებში, შეიძლება ვერც დაგეჯერებინათ შემდეგ სცენაზე რაც ხდებოდა იმის. საშინელი ღელვა იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ლექსით წარსდგები მაყურებლის წინაშე, ამ ლექსებით გაქვს ერთგვარი პიესა, ამბავი აწყობილი და ისე უნდა მოახერხო ეს ლექსები ისეთნაირად უნდა მიაწოდო მაყურებელს, რომ მთლიანი აზრი არ დაკარგო და არ უნდა იყოს დაჩეხილი ცალ-ცალკე. აი ამაზე ნერვიულობდით ძალიან. მით უმეტეს, როდესაც აკეთებ ცოცხალი ავტორის ლექსებს და განსაკუთრებით რობაიებს, რომლებითაც ქართველი მკითხველი ნამდვილად არ არის განებივრებული, ნუ ყველა იცნობს, რა თქმა უნდა, ვახუშტი კოტეტიშვილის ნათარგმნ ომარ ხაიამის რობაიებს, მაგრამ ბატონი ელგუჯა, როგორც მე ვიცი, ერთადერთი ქართველი რობაისტია და გამორჩეულია ყველა სხვა დანარჩენი პოეტებისგან და კიდევ იმითიც, რომ პატრიოტიკა, როგორც ასეთი, მის რობაიებშია, მხოლოდ პატრიოტული რობაიები, როგორც ასეთი მკითხველისთვის არ არის ბევრად ცნობილი. რაც უნდა ხლართო, ვერ შეღობავ მტერო მავთულით. რაიც ჩვენია და ოდითგან არის ქართული. სამაჩაბლო და აფხაზეთი, სხვაც არაერთი, სადაც წარსული განისვენებს გულგაფატრული.
მაგრამ ნუ სასიამოვნოა მაინც პოეზიასთან შეხება, თან ისეთი ხალხია ყველა დაკავებული, ვინცაც პოეზია უყვარს. რაც შეეხება ბატონ ელგუჯას, მისი რობაიები მართლაც შეფასებულია ისე, რომ ეს არის პირველი ქართულ ყაიდაზე შექმნილი რობაიები. ყველა აქტუალურ თემაზე და მთავარია, რომ ის სატკივარი, რაც გვაწუხებს ქართველებს, ზოგადად ყველაფერი არის წარმოდგენილი ესე თვალსაჩინოდ. მოიწევს ჯაყო, თავხედი და გაუმაძღარი. მისი გონია მიწა წყალი, ქვეყნის საზღვარი. ხევის თავივით უმწეონი თუ კი ვიქნებით, ვინღამ დაიცვას, ნედა მარგო მართლაც საწყალი. ერთ-ერთი ესე იგი ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღეა მართლაც ჩემ ცხოვრებაში. მართლაც გამოვიდა ეს სპექტაკლი, არა ვთქვათ ლიტერატურული კომპოზიცია, არამედ თავისი მთლიანობით ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი. მე ასე აღვიქვამ ამას და ალბათ სხვების დამეთანხმებიან და ვფიქრობ, რომ თანდათანობით ალბათ უფრო მიეცემა სულელობა ამ სპექტაკლს და რაღაც პრეცედენტი შეიქმნა. ჩვენ გვახსოვს იგივე გურამ საღარაძის, ისე იგივე მორმან ჯინორიას და სხვათა ელდინო საღარაძის და არაერთი ცნობილი გამოჩენილი მსახიობის მიერ, ასე ვთქვათ, დადგმული მონოსპექტაკლები, პოეზიის, ასე ვთქვათ, წაკითხვა, რასაც ქვია, მაგრამ ეს, აი დღეს რაც მე ვიხილე და ალბათ მაყურებელის დამეთანხმება, რომ ეს აბსოლუტურად სხვა ჭრილში იყო გადაწყვეტილი, თავისი მისტიკით, თქვა, თავისი რეალური სურათით რაც ხდება და ნუ სათქმელით რა, უპირველეს ყოვლისა და მადლიერი ვარ ნამდვილად მთელი კოლექტივის, აი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის ბატონი დიმიტრი ღვთისიაშვილის, მსახიობების იდეის ავტორების როგორც წეგან მოგახსენეთ ისცენირების ავტორის და თქვენ დიდი მადლობა რომ მობრძანდით და აი მთელი სპექტაკლი ჩაწერეთ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა და დაუვიწყარი ფაქტია ჩემთვის. ის სიმძაფრე ახლა რაც დაკავშირებულია ჩვენს ყოფაცხოვრებასთან, ჩვენს სამშობლოსთან, ჩვენს ასე ვთქვათ ეროვნულ მენტალობასთან. აი ეს ბრძოლის უნარიანობა არ უნდა დაუკარგოთ და ესეც იგრძნობოდა, ეს ძალიან მკვეთრად, მძაფრად მოიტანეს მსახიობებმა ეს სათქმელი, რაც მე ჩავდევი ამ ჩემს რობაიებში. ეს არის ჩვენი გადარჩენა და ჩვენი ამოსავალი იყო და იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოს თუ ვერ მივხედეთ, სიტყვით, საქმით, თუ არ ვიბრძოლეთ მისთვის, ნამდვილად შედეგი არაფერი არ იქნება. აი ეს სათქმელი ჩანდა, მე ვფიქრობ, ამ სპექტაკლში და ამით ვარ ნამდვილად ბედნიერი. დოქისა და ჩიტის რობაი. მითხარი დოქში რა გინდოდა პატარა ჩიტო. იქ ნახე ბუდე. გიპოვია ნანატრის სითბოც. იქნებ სული ხარ გულალალი წველი მეთუნის. ვინც თიხის მადლენ კუტავყოდა. თიხა სეციური მხედრის რობაი. ბრძოლის გარეშე ამ ცხოვრებას რაღა ფასი აქვს. ერთ სულოვნებით ჩვენ მოვიგებთ დიდგორს, პასიანს, მამულიშვილნო, სარებს რეკავს, მერაბ კოსტავა. ვინც საქართველოს სეციური ჯარისკაცი.